Харе Кришна, ძვირფასო მეგობრებო, ნანდაპრიე პრაბჰუმ ცოტა დამაგვიანდებაო, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ და მეც შემიგიერთდებით. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კითხვა და ნანდაპრიე პრაბჰუმ შემოუერთდება და გააგრძელებს. ახლა გავხსნით. აი შემოდის ნანდაპრიე პრაბჰუმ. ახლა თვითონ ვერ დაიწყებს. Hare Krishna, ნანდაპრიე პრაბჰუმ. Hare Krishna. დიახ, ჯაირათა მათავა ქონდა ჩართული, ახლა ხანს მოიცა ზუსტად და თქვენ Hare Krishna, ნანდაპრიე პრაბჰუმ. Hare Krishna. აქ დრო გადაიწია და ისა რა ქვია, ცოტა ვერ გავთვალე და ამავისთავროთ თბილისში. თბილისში არ გადაიწია. კარგი, ეხლავე, ესე იგი ჩვენ ვაგრძელებთ ჩაიტანია ჩარიტამრიტას მე ადილილას მერვე თავი 28 ლექსი, ხო მართალია? 27 მგონი. 27. Мы продолжаем читать Чайтанья Чаритамриту, глава 8, стих 27. Jai Jai Shri Chaitanya Jai Nityananda Jai Gaura Bhakta Vrinda Jai Jai Shri Chaitanya Jai Nityananda Jai Dvaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda Jai Jai Shri Chaitanya Jai Nityananda Jai Dvaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda Premera Udaya Haya Premera Vikar Svedagam Papula Gadi Gadgada Ashudhar როდესაც უფლისადმი ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახური მართლა გამოიღვიძებს, იგი იწვევს ისეთ სხეულისეულ ცვლილებებს, როგორიცაა ოფლდენა, კანკალი, გულის ფანცხალი, ხმის თრთოლა და ცრემლები. Когда трансцендентное любовное служение Господу пробуждается в сердце, это приводит к тому, что у человека появляется испарина. Тело его иногда сотрясает дрожь. Сердце учащенно бьется, голос прерывается, и из глаз льются слезы. ამგვარი სხეულისული გარდაქმნები მაშინ შეიმჩნევა, როდესაც პიროვნება მართლაც ღმერთის სიყვარულს აღწევს. მათი მიბაზვა ყოველდღე დაუშვებელია. ჩვენი სნეულება სწორედ მიწიერ საგანთან ნატურაა. სულიერ ცხოვრებაში ამაღლების დროსაც კი მიწიერ აღიარებას ველთვით. საჭიროა ამ დაავადებისაგან განკურნება, წმინდა ერთგულება უნდა გახლდეთ ან ნეაფილაშით და შუნიამ, ანუ მოკლებული მიწიერების სურვილს, ამაღლებული ერთგულები ამჟღავნებენ მრავალ ისეთ სხეულისეულ ნიშანს, როცა ექსტაზის გამოვლინებაა, მაგრამ ყოვლად აკრძალულია მათი მიბაძვა, რათა ხალხისაგან აღიარება მოვიპოვოთ. როდესაც ადამიანი მართლა აღემართება ამაღლებულ საფეხურამდე, იგი თავისთავად გამოავლენს ექსტაზის ნიშნებს, მათი მიბაძვა საჭირო არ არის. Эти телесные изменения проявляются сами по себе, когда человек действительно обретает любовь к Богу. Не следует вызывать их искусственно. Наша болезнь заключается в стремлении к материальному, и даже когда мы идем по духовному пути, мы стремимся к материальной славе. От этой болезни необходимо избавиться. Чистая преданность должна быть, а не апилашика шуньям, свободны от каких бы то ни было материальных желаний. В теле преданного высокого уровня проявляются множество признаков, которые свидетельствуют о переживаемом им экстазе, но их не следует имитировать ради того, чтобы добиться душевного почитания. Когда преданный действительно достигает высокой ступени духовной жизни, эти признаки экстаза проявляются у него сами собой. Нет никакой нужды их имитировать. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია. ერთ სიტყვით ახალი ერთგული, დამწყები ერთგული იმით განსხვავდება ან მაღალი ერთგულისგან, რომ დამწყები მანტრას იმეორებს და წმინდა სახელებს წარმოთქვამს და მაინც ესე იგი გული მისი маინც ასე ვთქვათ გაქვეებული რჩება, არანაირი ექსტაზის ნიშნები არ აქვს. Здесь важные признаки описываются.
Начинающий преданный отличается от возвышенного тем, что хотя он и повторяет мантру, но его сердце все-таки остается нетронутым. მაშინ როცა და ზოგჯერ ახალ და დამწყები ერთგული ბაძავს ექსტაზს რა ამას ქვია საჰაჯიები. И иногда начинающий преданный имитирует экстаз. Это и называется сахаджия. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. И это делать ни в коем случае нельзя. ჩაიტანე მაჰაპრაბჰუ ამბობდა რომ მე ესე შენ უფალო იმდენი სახელი გაქვს და ყველაში არის უდიდესი ძალა, მაგრამ მე ისეთი უიღბლოა რომ არანაირი მიზიდულობა არ გამაჩნია მათ მიმართ. Господь Чайтанья Махапрабху говорил: у тебя, о Всевышний Господь, столько имен, которые обладают великими потенцией, но я настолько неудачлив, что они во мне не вызывают никаких ощущений. ამის შემდეგ ჩაიტანე მაჰაპრაბჰუ გვასწავლის როგორ უნდა შეუდგეთ ფაქტის პროცესს. И после этого Чайтанья Махапрабху обучает нас, как нужно приступать к процессу бхакти. ტრინადაფისუნი ჩენას არორი ვასაჰიშნუ და ასე შემდეგ ესე იგი უნდა იყოს ბალახზე დააბალი ხელზე მომწმენი. ესე იგი ანუ გვასწავლის რომ ერთ წუთში ეს ყველაფერი არ ხდება, უნდა ვიშრომოთ ამისათვის რომ მივახციოთ ამ ბაღალსულიერ საფეხურს. Он говорит нам, надо быть ниже травы, терпеливее дерева. Другими словами, в одну секунду подобные перемены не происходят. На это нужно время и нужно работать над этим. როდესაც შევძლებთ წმინდა სახელის შეურაცხყოფის გარეშე გამეორებას, მაშინ ეს ექსტაზი თავისით აღიძვრება ჩვენ გულში. И когда мы сможем без оскорблений повторять святое имя, сможем это сделать, тогда этот экстаз сам проявится в нашем сердце. მაგრამ ამაღლებული ერთგული მიუხედავად იმისა ექსტაზ განიცდის იცილობს რომ არ აჩვენოს ეს ვებს. Но несмотря на это, хотя возвышенный преданный переживает этот экстаз, проживает его, он старается не показывать его другим. ანუ ისე ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა საფეხურზე ვარ და არ არის საჭირო იმიტაცია ძალიან დიდი ამაღლებული донისა. Другими словами, мы должны осознавать, на каком уровне мы являемся, и не стоит, нет надобности имитировать более возвышенный уровень. კი ბატონო, ეს ექსტაზი თავისთავად მოვა ჩვენთან, როცა დრო დადგება ამის. Экстаз сам проявится в нас, когда придет этому время. კარგი, შემდეგი ლექსი. ანაიასე ფავაქშაია კრიშნერასევან, ეგა კრიშნა ნამერ ფალე ფათიეითან. ჰარი კრიშნა მაჰამანდრის გალბის შედეგად ადამიანი ისე ამაღლდება სულიერებაში, რომ მისი მიწიერი ყოფიერება თავისთავად სრულდება და იგი ღმერთის სიყვარულს მოიპოვებს. კრიშნას წმინდა სახელი იმდენად ძლევამოსილია, რომ ერთი სახელის გალობაც კი ადამიანს იოლად მოაპოვებინებს ამ ტრანსცენდენტულ სიმდიდრეს. Повторение Махамантры Харе Кришна позволяет достичь таких высот духовной жизни, что материальное бытие человека прекращается, и вместе с этим он обретает любовь к Богу. Святое имя Кришны столь могущественно, что достаточно произнести его хотя бы раз, чтобы получить все эти трансцендентные сокровища. აქ იგულისხმება გამეორება შეურაცხყოფის გარეშე. Здесь подразумевается повторение без оскорбления. შემდეგი ლექსები ჰენა კრიშნა ნამაიადი ლაილა ბაჰურა ბარა დაბუიადი ბრემანა ჰენა ჰე აშუდჰარა საბეჯანა აბარათა ზაჰადე პრაჩურ კრიშნა ნამა ბიჯედა ჰენა კერე ანგურ.
თუ ადამიანი მუდამ იმეორებს უფლის წმინდა სახელს, მაგრამ უფლისადმი სიყვარული მასში არ იღვიძებს და თვალებზე ცრემლი არ ადგება, აშკარაა, რომ მიზეზი ამისა გალობისას დაშვებული შეურაცხყოფებია, რის გამოც კრიშნას წმინდა სახელის თესლი მასში არ ღვივდება. თუ ადამიანი შეურაცხყოფით იმეორებს ჰარე კრიშნა მანტრას, იგი საშუალო შედეგს ვერ მოიპოვებს, ამიტომ მთელი სიბრტყილით უნდა ვერიდოთ 24 ლექსში აღწერილ შეცდომებს. Если кто-то повторяет возвышенное святое имя Господа снова и снова, но любовь к Верховному Господу все же не проявляется в его сердце, и слезы не текут из глаз, это значит, что из-за оскорблений при повторении святого имени семя святого имени Кришны не может прорасти. Комментарий. Тот, кто повторяет Махамантру Хари Кришна с оскорблениями, не достигает желаемого результата. Поэтому необходимо тщательно избегать всех оскорблений, которые уже были описаны в комментарии к 24 стиху. მაგრამ ვინც კი ოდნავ რწმენითაც კი გალობს უფალი ჩაიტანასანიციან და წმინდა სახელებს, ძალიან მალე განთავისუფლდება შეურაცხყოფებისაგან და როგორც კი ამის შემდგომ ჰარე კრიშნა მაჰამანტრას იგალობებს, ღმერთის სიყვარულის აღდგინება დაეუფლება. Но если человек, пусть и с небольшой верой, произносит святые имена Господа Чайтаньи и Нитьянанды, он очень быстро освобождается от всех оскорблений. Поэтому, как только такой человек начинает повторять Махамантру Харе Кришна, он чувствует блаженство любви к Богу. ამასთან დაკავშირებით შილა ბაქტისანთა სარასვაი თაკურა ამბობს, რომ ვინც თავს შეაფარებს უფალ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს და ნიტიანანდას, ასრულებს მათ შეგონებებს, არის ხეზე უფრო მომთმენი და ბალახზე უფრო მდაბალი. და ასეთი გუნებით გალობს უფლის წმინდა სახელს, ის ძალიან მალე მიახსებს უფლის ტრანსცენდენტული სიყვარულის საფეხურს და თვალებზე ცრემლი მოერევა. ჰარე კრიშნა მაჰამანტრის გალობისას უნდა ვერიდოთ მთელ რიგ შეურაცხყოფათ, მაგრამ გაურანიძიანდა სახელთა გალობისას ამგვარი საშიშროება არ არსებობს. ამიტომ ვინც ჰარე კრიშნა მაჰამანტრას გალობს, მაგრამ ცხოვრებაში უამრავ ცოდვას უშვებს, მას ძალიან გაუჭირდება უფლის სასიყვარულო სამსახურის საფეხურამდე ამაღლება. ხოლო ის, ვინც შეურაცხყოფად უშვებს, მაგრამ მაინც გაურანიძიანდა სახელებს გალობს, მალე განიწმინდება მათი შედეგებისაგან. ამიტომ უპირველესად უნდა მივმართოთ გაურანიძიანდა უფალ ჩაიტანიას და ნიტიანანდას, ანუ თაყვანისცემ გურუ გაურანგას და შემდეგ გავიდეთ რაცა კრიშნას თაყვანისცემის საფეხურზე. კრიშნას ცნობები ჩვენ მოძრაობაში მოწაფეებს დასაწყისში ურჩევთ თაყვანისცემ გურუ გაურანგას, ხოლო გარკვეული წარმატების შემდეგ იდგმება რათა კრიშნას ღვთაებანი და სრულდება უფლის თაყვანისცემა. რათა საბოლოოდ რათა კრიშნას მივახციოთ, ამისათვის თავიდან გაურანიძიანდას თაყვანისცემა საჭირო. ამასთან დაკავშირებით შილა დასთაკურა ამბობს. კარგი, წავიკითხოთ და მე გავაკეთებ. Шрила Бхактисиддхарта Сарасвати Такур замечает в этой связи, что если человек принимает покровительство Господа Шри Чайтаньи Махапрабху и Нитьянанды и следует их наставлению быть терпеливее дерева и сливения травинки, и в таком настроении повторяет святое имя Господа, то он очень скоро получит доступ к трансцендентному любовному служению Господу, и из его глаз польются слезы. При повторении Махамантры Харе Кришна необходимо избегать оскорблений. Однако к повторению имен Гаура Нитьянанды это правило не относится. Итак, если человек повторяет Махамантру Харе Кришна, но его жизнь все еще полна грехов, ему будет очень непросто достичь уровня любовного служения Господу. Однако, если, несмотря на все свои оскорбления, такой человек повторяет святые имена Гаура Нитьянанды, он очень быстро освободится от последствий своих оскорблений. Поэтому, прежде чем начать поклоняться Радхе Кришне, следует обратиться к Господу Чайтаньи и Нитьянанде, то есть поклониться Гуру Гауранге. Всем последователям нашего движения сознания Кришны мы советуем сначала поклоняться Гуру Гауранге, а уже потом, когда они
несколько продвинуться в духовной жизни, мы устанавливаем для них божества Радхи Кришны, и они начинают поклоняться Господу. Чтобы достичь Радхи Кришны, необходимо сначала найти прибежище у гуру Гауры Нитьянанды. Шрила Наротама Дас Тхакур поет в одной из своих песен. Gauranga rabolite habe pulaga sharila, hari hari bolite nayane babenila, haraka benita chande korula hoibe, samsara vasanamura kabe tuchahame, vishaya chalia kabe shuthabe mana, kabe hamaheba shri bindavana. დასაწყისში საჭიროა რეგულარულად ვიგალობაში გაურას უნდათ წმინდა სახელი და შემდეგ უფალ ნიციანანდას წმინდა სახელი. ამრიგად გული განიწმინდება წმიწიერი განცხრომის უსუფთა უსურვილებისაგან. ამის შემდეგ შეგვიძლია მივმართოთ ბრინდავანს, რათა თაყვანივცეთ უფალ კრიშნას. თუ ადამიანს უფალი ჩაიჭერია ნიციანანდა არ წყალობს, აზრი არ აქვს ბრინდავანში წასვლას. რამე თუ ვერავინ იხილავს ნამდვილ ბრინდავანს, სანამ მისი ხედვა წმინდა არ არის. მას ისიც არ უშველის, რომ ფიზიკურად იქ აღმოჩნდეს. სინამდვილეში ვრინდავანში წასვლა გულისხმობს თავის შეფარებას 6 გოსვამისადმი, რისთვისაც საჭირო ისეთი წიგნების კითხვა, როგორიცაა ფაქტი რასამრითა სინთუ, ვიდაქთა მათავა, ლალიტა მათავა და მათ მიერ დატოვებული ბევრი სხვა ნაწარმოები. ამგვარად ადამიანი გაიგებს რათასა და კრიშნას ტრანსცენდენტულ სასიყვარულო ურთიერთობას. გაბეჰამა ვუჩაპა ჯუვალა პირიტი. რათასა და კრიშნას სათფელო კავშირი უბრალო ადამიანური დამოკიდებულება როდია. ეს ბოლომდე ტრანსცენდენტული მოვლენაა. იმისათვის რომ გავიგოთ რათა და კრიშნა თაყვანი უნდა ვცეთ მათ და სიყვარულით ვემსახუროთ. ჩვენი მეგზურნი უნდა იყვნენ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, ნიტიანანდა პრაბჰუ, უფალი ჩაიტანიას უშუალო მოწაფენი 6 გოსვამი. Поначалу преданному следует усердно повторять святое имя Шри Гаура Сундары, а затем святое имя Господа Нитьянанды. Благодаря этому его сердце очистится от скверны материальных желаний. Тогда преданный может отправиться во Вриндаван-Дхаму, чтобы поклоняться там Господу Кришне. Не получив милости Господа Чайтаньи и Нитьянанды, нет смысла идти во Вриндаван, поскольку тот, чей ум нечист, не сможет увидеть Вриндаван, даже если попадет туда. Для того, чтобы оказаться в настоящем Вриндаване, нужно принять покровительство 6 Госвами, читая Бхакти Расамрита Синдху, Дактха Мадхаву и Лалита Мадхаву, а также другие книги, которые они оставили после себя. Только так можно понять трансцендентные любовные отношения Радхи и Кришны. Кабехама Буджхабасе Югала Пирити. Любовные отношения Радхи и Кришны отличаются от мирской любви. Они не имеют никакого отношения к этому миру. Для того, чтобы постичь Радху и Кришну, поклоняться им и с любовью служить им, надо принять руководство Шри Чайтаньи Махапрабху, Нитьянанды Прабху и 6 Госвами, непосредственных учеников Господа Чайтаньи. უბრალო მოკვდავს გაცილებით უფრო უადვილდება თაყვანისცემა შრი ჩაიტანიასთან ნიტიანანდას პრაბჰუსი ან პანჩატატვასი, ვიდრე რათასა და კრიშნას თაყვანისცემა. გარდა უაღრესად იღბლიანი ადამიანისა, არავის უნდა ვასწავლოთ პირდაპირ რათა კრიშნას თაყვანისცემა. დამწყები ერთგული, რომელსაც არც საკმარისი განათლება აქვს და არც საამისო გასხივოსნება, არ უნდა შეუდგეს შრი რათასა და კრიშნას თაყვანისცემას. ან ჰარე კრიშნა მაჰა მანტრის გალობას. ასეც რომ მოიქცეს სასულ შედეგს მაინც ვერ მიაღწევს. ამიტომ ადამიანმა თაყვანი უნდა სცეს ნიტაე გაურასა და ცრუ სიამაყის გარეშე თაყვანისცეს მათ. რაგი თითქმის ყველა მატერიალურ სამყაროში მეტნაკლებად იმყოფება ცოდვათა გავლენის ქვეშ, დასაწყისისთვის უაღრესად არსებითია გურუ გაურანგას თაყვანისცემა და მათთვის მოწყალების შეთხოვნა. ასეთი ადამიანი მთელი თავისი ნაკლოვანების მიუხედავად მალე ღირს იქნება თაყვანისცეს რათა კრიშნას ვიგრაჰას. Для обычных людей поклонение Шри Чайтаньи и Нитьянанды Прабху или Панчататьи доступнее, чем поклонение Радхи и Кришне. Человека не следует побуждать поклоняться Радхи и Кришне, если только он не принадлежит к числу особых удачливых людей. Ученик неофит, который еще не очень хорошо образован,
и не обладает достаточными познаниями, не должен поклоняться Шри Радхе Кришне, то есть повторять мантру Харе Кришна. Даже если он будет это делать, он не сможет добиться желаемого результата. Поэтому, отбросив гордыню, следует повторять имена Нитья Гауры и поклоняться им. Каждый в материальном мире в той или иной степени привержен греху, а потому вначале необходимо поклоняться Гуру Гауранге и молить их о милости, поскольку это позволит человеку, несмотря на все его изъяны, очень быстро подготовить себя к повторению виграхи Радхи Кришны. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უფალი კრიშნასა და გაურას უნდა წმინდა სახელები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება და ორივე მათგანი ხმების უზენაესი პიროვნების გამომხატველია. ამიტომ დაუშვებელია, რომ ერთი სახელი მეორეზე უფრო მაღლა დავაყენოთ, ან უფრო ძლევამოსილად მივიჩნიოთ. მაგრამ ამ დროის ხალხის მდგომარეობის გათვალისწინებით შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სახელის გალობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გალობა ჰარე კრიშნა მაჰამანტრასი. რამეთუს შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ყველაზე გულმოწყალია და მისი წყალობის მიღება გაცილებით უფრო ადვილია. ამიტომ ადამიანმა ჯერ თავი უნდა შეაფაროს შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს, რისთვისაც უნდა იგალობოს შრი კრიშნა ჩაიტანია პრაბჰუ ნიტიანანდა, შრი ადვაიტა გადაათარ, შრი ვასედი გოურა ფაქტა ბრინდა. გაურა ნიტიანანდა სამსახურით ადამიანი განთავისუფლდება მიწიერი ყოფიერების ტყვეობიდან და რათა კრიშნას ღვთაების თაყვანისცემის ღირსად იქმნება. Тут надо отметить, что святые имена Господа Кришны и Гаура Сундары одинаково тождественны Верховной Личности Бога. Поэтому неправильно считать, что одно из этих имен более могущественным, чем другое. Однако, принимая во внимание положение людей этого века, можно сказать, что повторять имена Шри Чайтанья Махапрабху важнее, чем Махамантру Харе Кришна, поскольку Шри Чайтанья Махапрабху самое великодушное воплощение Господа, и его милость легко доступна. Поэтому вначале необходимо найти прибежище у Шри Чайтаньи Махапрабху, повторяя Шри Кришна Чайтанья, Прабху Нитянанда, Шри Адвайта Гададхара, Шри Васади Гаура Бхакта Вринда. Тот, кто служит Гауре Нитянанде, освобождается от такого материального существования и обретает способность поклоняться Божеству Радхи Кришны. არანაირ კომენტარები აქვს, მე მგონი საჭირო არ არის, ყველაფერი თავისთავად გასაგებია. ხო, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ არის ჩვენთვის ერთადერთი გზა, გურუ გაურანგა არის ერთადერთი გზა, რომ მივუახლოვდეთ კრიშნას. Здесь, по-моему, не нужны никакие комментарии, все и так понятно. Для нас единственным путем является Шри Чайтанья Махапрабху, Гуру Гауранга. Свадандра Ишвара Прабху Атьянта Удар, Танрина Бхаджиле Габу Нахаянистар. Шри Чайтанья Махапрабху დამოუკიდებელი ხტების უზენაესი პიროვნება უაღრესად გულუხვია თუ ადამიანი მას თაყვანს არ სცემს, თუ ადამიანი მას თაყვანს არ სცემს, იგი ვერ განთავისუფლდება. Шри Чайтанья Махапрабху – независимый Господь, Верховная Личность, с высшей степени великодушен. Не поклоняясь Ему, невозможно обрести освобождение. ამ ლექსთან დაკავშირებით შრი ბჰაქტისიდანტა სარასვატი თაკურა აღნიშნავს, რომ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს თაყვანისცემისთვის საჭირო არ არის რათა კრიშნას თაყვანისცემაზე უარის თქმა. ვერც მხოლოდ რათა კრიშნას და ვერც მხოლოდ ჩაიტანიას თაყვანისცემით ვერ ავმაღლდებით სულიერების გზაზე. არ შეიძლება უგულებელყოფა 6 გოსვამის დარიგებების, არამედ თუ ისინი აჩარიები არიან და უფალი ჩაიტანიას უთურფასესი ერთგულნი. ამიტომ დარუდამ დასთაგურა ამბობს. В этой связи Шрила Бхактисиддханта Сарасвати Такур замечает, что не следует прекращать поклоняться Радхе Кришне ради поклонения Шри Чайтаньи Махапрабху, поклоняясь либо только Радхе Кришне, либо только Господу Чайтанью, невозможно достичь высокого духовного уровня. Вайшнав не должен оставлять без внимания наставления 6 Госвами, поскольку они являются ачарьями и очень дороги Господу Чайтанью. Поэтому Нароттама Дас Такур поет.
Rupa Raghunatha Pade Hoibe Akuti Kabenama Uchabase Jugala Piriti ადამიანს ხამს იყო სექსი გოსვამის თავდაბალი მოწაფე, დაწყებული შილა რუპა გოსვამით და დამთავრებული რაგუნარ დას გოსვამით. ვინც მათ შეგონებებს არ ასრულებს და თავად იგონებს გავრა სუნდარასა და რათა კრიშნას დაყვანეს ემის ხერხებს, უდიდეს შეურაცხყოფას ჩადის, რის შედეგადაც ჯოჯოხეთისკენ იკვალავს გზას. ვინც უგუალბაყოფს ექვსი გოსვამის შეგონებებს და თავი რათა კრიშნას ფსევდოერთგულად მოაქვს, ამით იგი ჩირკს სცემს რათა კრიშნასადმი ჭეშმარიტ ერთგულებას. საკუთარი წარმოსახვით მას გაურა სუნდარა ერთ-ერთი ერთგული ჰქონია, ამიტომაც ვერ შეძლებს ღვთაების უზენაესი პიროვნების რათა კრიშნას თაყვანისცემაში დაწინაურებას. Нужно стать послушным учеником всех 6 Госвами, от Шрилы Рупа Госвами до Рагунатхи Даса Госвами. Не следовать их наставлениям, а вместо этого выдумывать свои способы поклонения Гаура Сундари и Радхи Кришне, значит совершать великих грех, прокладывая себе дорогу в ад. Если человек пренебрегает наставлениями 6 Госвами, но при этом выдает себя за преданного Радхи Кришны, он лишь порочит истинных преданных. Полагаясь только на собственные размышления, такой человек приходит к выводу, что Гаура Сундара – обычный вайшнав, и это и лишает его возможности совершенствоваться в служении верховной личности Бога Радхи Кришны. Замецамете лекси, оре мудра логашуна, чайтанья мангал, чайтанья махимая де джаниба сакал. ბრიყვებო, იკითხეთ ჩაიტანე მანგალა, ამ წიგნიდან ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს სიდიადეს გაიგებთ. О глупцы, прочтите Шри Чайтанья Мангалу. Прочитав эту книгу, вы сможете понять все величия Шри Чайтаньи Махапрабху. Шри Вриндаван დასტაკურას ჩაიტანე ბჰაგავატა თავი და პირველად ჩაიტანე მანგალად იყო დასათაურებული. მაგრამ მოგვიანებით შილა ლოჩან დასტაკურამ დაწერა იმავე დასახელების წიგნი ჩაიტანე მანგალა. ამის გამო შილა ვრინდავან დასტაკურამ საკუთარ წიგნს ჩაიტანე ბჰაგავატა დაარქვა. მასში მთელი სიზუსტითაა მოთხრობილი, რომ შრი ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს ცხოვრება. კრიშნა და კავირაჯ გოსვამიმ უკვე ახსენა, რომ საკუთარ წიგნში მან მოხვა ის, რასაც ვრინდავან დასტაკურა არ შეხებია. კრიშნა და კავირაჯ გოსვამის მიერ შრი ჩაიტანე ბჰაგავატას აღიარება მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვის აღიარებას ნიშნავს. ტრანსცენდენტული ლიტერატურის ავტორი არასოდეს აუვლის გვერდს წინამორბედ აჩარიებს. И Чайтанья Бхагавата Шри Вриндавана Даса Такура изначально была озаглавлена Шри Чайтанья Мангала. Но позднее, когда Шрила Лочана Дас Такур написал книгу с тем же названием, Шрила Вриндаван Дас Такур сменил название своей книги, и в наше время она известна под именем Шри Чайтанья Бхагавата. В этой книге очень подробно описана жизнь Шри Чайтаньи Махапрабху, и Кришнадас Кавираджа Госвами уже предупредил нас, что в своем произведении он напишет только то, о чем не упоминает Вриндаван Дас Такур. Такое отношение к Шри Чайтаньи Бхагавате показывает, что Кришнадас Кавираджа Госвами признавал принцип ученической преемственности. Автор духовных произведений никогда не станет пытаться в чем-то превзойти предыдущих ачарьев. ან ორი წიგნი აღმოჩნდა უცებ ერთი და იგივე დასახელებით და ვრინდავან დასტაკურამ თავის წიგნს ჩაიტანე ბჰაგავატა გადაარქვა. Две книги оказались одновременно с одним и тем же названием, и поэтому Шри Вриндаван Дас Такур, он переименовал свою книгу в Шри Чайтанья Бхагавата. Кришна лила бхагавате кахе ведавьяс, чайтанья лила равьяса ვრინდავანადას. როგორც ვიასადებამ აღწერა შიმად ბჰაგავატამში უფალი კრიშნას გართობები, თაგურა ვრინდავან დასამაც ასევე მოგვითხრა უფალი ჩაიტანიას გართობათა შესახებ. Такур Вриндаван Дас описал игры Господа Чайтаньи подобно тому, как Ясадева описал все игры Господа Кришны в Шримад Бхагаватам. ვრინდავანადასა კაილა ჩაიტანია მანგალ, იანჰარა შრავანირნаше სარვა ამანგალ.
თაგურა ბრინდავან დასამ შეთხსა ჩაიტანე მანგალა ამ ციგნის მსმენელს ბედის მთელი უღმართობა გააუსწორდება. Такур Вриндаван Дас написал Шри Чайтанью Мангалу. Любой, кто слушает это произведение, избавится от всех несчастий. Chaitanya Nitaya Tejani Mahima Yatejani Krishna Bhakti Sitantera Sima. Chaitanya Charitamrdas მკითხველი მიხვდება მთელ ჭეშმარიტებას და დიდებას უფალი ჩაიტანიასთან ნიტიანანდა შესახებ და მივა იმ საბოლოო დასკვნამდე, რომ საჭიროა უფალი კრიშნასადმი ერთგული მსახურება. Читая Шри Чайтанья Мангалу, можно понять все величие и истинное положение Господа Чайтаньи и Нитьянанды и прийти к окончательному заключению о превосходстве преданного служения Господу Кришне. Შრიმად ბაგავატამი ავტორიტეტული სახელმძღვანელოა ერთგული სამსახურის შესასწავლად, მაგრამ იგი იმდენად გამოწვრილვითი და ვრცელია, რომ მისი აზრის გაგება მხოლოდ ერთგულებს შეუძლიათ. შრიმად ბაგავატამი პირველადი კომენტარია ვედანტა სუტრაზე, რომელსაც ნიაია პრასთანა ჰქვია. ეს უკანასკნელი იმიტომ დაიწერა, რომ მყარი ლოგიკის და არგუმენტების საშუალებით ადამიანს აბსოლუტური ჭეშმარიტების გაგება შესძლებოდა. ამიტომაც მისი ბუნებრივი კომენტარი, ანუ შრიმად ბაგავატამი მეტად ვრცელი ტექსტია. პროფესიონალურმა მრთხოველებმა ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნეს, თითქოს შრიმად ბაგავატამი მხოლოდ კრიშნას რასა ლილაზე მოგვითხრობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლილები ამ ნაწარმოების მხოლოდ მეათე სიმღერაშია აღწერილი, თავები 29 და 35-მდე. 35-ის ჩათვლით. ამრიგად მათ დასავლეთის კულტურას კრიშნა გააცნეს, როგორც დიდი მექალთანე. ამიტომ კრიშნა ესე გააცნეს როგორც დიდი მექალთანი. ამიტომ ზოგჯერ ქადაგებისას ჩვენ ამგვარი მცდარი შეხედულებების მქონე ხალხთან გვიწევს შეხვედრა. შრიმად ბაგავატამის გაგებაში ხელი შემცვლელი კიდევ ისაა, რომ პროფესიონალმა მთხრობელებმა საფუძველი ჩაუყარეს ბაგავატა საფთაჰას, ანუ ბაგავატამის თხრობის 7-დღიან სეანსებს. მათ მიაჩნიათ, რომ შრიმად ბაგავატამის გაგებას მხოლოდ ერთი კვირა სჭირდება. მაგრამ ეს ნაწარმოები იმდენად მაღალია, რომ მისი ერთი ლექსის ჯეროვნად განხილვას 3 თვეც კი არ ეყოფა. ამის გათვალისწინებით ხალხისთვის უდიდესი შვებაა შილა ბრინდავანა და თაგურას ჩაიტანე ბაგავატა, რაც მათ დაეხმარება ერთგული სამსახურის კრიშნას უფალი ჩაიტანეს და ნიტიანანდას გაგებაში. შილა რუპა გოსვამი ამბობს, ერთ წუთით ამასაც ჩავამთავრებ მაშინ. Shruti Smriti Puranadi Pancharatara Vithimvina Aikantiki Harir Faktir Utpataeva Kalpate. უფლის ერთგული სამსახური, რომელშიც უგულებელ ყოფილია ისეთი ავტორიტეტული ვედური წერილები, როგორებიც არიან უპანიშადები, პურანები, დარადა პანჩარატრა და სხვა, უბრალოდ გაუგებრობის მომტანია მთელი საზოგადოებისთვის. შრიმად ბაგავატამის მცდარი გაგების გამო ხალხს არასდროს ესმის მეცნიერება კრიშნას შესახებ. მაგრამ შილა ბრინდავან და ასთაკურას ციგნის მითველი იოლად დაეუფლება ამ დიდ მეცნიერებას. Шримад Бхагаватам – это авторитетное писание, которое позволяет постичь науку преданного служения. Но поскольку оно слишком обширно, только немногие способны понять смысл этой книги. Шримад Бхагаватам – это изначальный комментарий к Веданта-сутры, которую именуют Ньяя Прастхана. Веданта-сутра была написана для того, чтобы помочь людям постичь абсолютную истину с помощью безупречных логических доводов, и потому естественный комментарий к ней Шримад Бхагаватам столь обширен. Профессиональные чтецы создали впечатление, что Шримад Бхагаватам описывает только раса-лилу Кришны, хотя раса-лиле посвящены всего-навсего 5 глав 10 песни. В результате на Западе у людей сложилось мнение, что Кришна большой любитель женщин. И нам во время проповеди на Западе иногда приходится сталкиваться с этим ошибочным мнением. Извините. Другой помехой на пути понимания этого писания становится введенная в обиход этими непрофессиональными чтецами практика 7-дневных чтений Бхагаватам, Бхагавата Саптаха. Они стремятся разделаться с Бхагаватам, извиняюсь, с Бхагаватам за неделю, тогда как смысл его
настолько глубок, что даже один единственный стих Шримад Бхагаватам, если подойти к нему правильно, не объяснишь и в 3 месяца. В этих условиях простым людям будет очень полезно прочитать Чайтанья Бхагавата Шрила Вриндавана Даса Такура, ибо эта книга поможет им понять преданное служение Кришну, Господа Чайтанью и Нитянанду. Шрила Рупа Госвами говорит, преданное служение Господу, не основанное на авторитетных ведических писаниях, Упанишадах, Пуранах, Нарада Панчаратри и других, лишь причиняет ненужные беспокойства обществу. Из-за неверного понимания смысла Шримад Бхагаватам люди не могут понять науку о Кришне. Однако, прочитав книгу Шрили Вриндавана Даса Такура, любой сможет с легкостью разобраться в этой науке. Bhagavate bhakti sitanterasa likhiya chenin hanchani kariya uta. Chaitanya Mangalashi მოგვიანებით ცნობილი შრი ჩაიტანია ბჰაგავატას შრილა ვრინდავან დას თაკურამ ისეთი ავტორიტეტული წერილის ციტირებით, როგორც შრიმად ბჰაგავატამია, მოგოწოდა ერთგული სამსახურის დასკვნა და დედა არსი. Шри Чайтанья Мангали, получивший название Шри Чайтанья Бхагаваты, Шрила Вриндаван Дас Такур изложил суть науки преданного служения, цитируя авторитетные стихи из Шримад Бхагаватам. Чайтанья Мангала Шуне яди пашанди явана сеха маха вайшнава хаята такшан. Бедად ურწმუნოაც რომ მოისმინოს Чайтанья Мангала, მყისვე უფლის დიდი ერთგული გახდება. Даже если отъявленный безбожник станет слушать Шри Чайтанья Мангалу, он немедленно станет великим преданным. Манушья рачите эларе айче гранта Таня Вриндавана Даса Мукhe Бхакта Шри Чайтанья. ამ წიგნის შინაარსი იმდენად მაღალია, რომ თავად შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს პირადად მოუყოლია შრილა ვრინდავან დას თაკურას ნაწერების სახით. Эта книга столь прекрасна, что кажется, будто сам Шри Чайтанья Махапрабху говорит устами Шри Вриндавана Даса Такура. შრილა სანატანა გოსვამი ამას წერს თავის ფაქტი Hari Bhakta Vilasashi, Bhakti Vilasashi. Vaishnava Mukta Girnam Putam Hari Katamritam Shavanam Laiva Kartavyam Saprochishtam Yathapaya. ტრანსცენტრული წერილები, რომლებიც მკაცრად მიყვება ვედურ პრინციპებს, აგრეთვე პურანებისა და პანჩარატრიკა ბითის დასკვნათა ხაზშია, მხოლოდ წმინდა ერთგულს შეუძლია დაწეროს. უბრალოდ მოკვდავი ვერ დაწერს წიგნებს ფაქტიზე, რამე თუ მისი თხზულებანი საჭირო ძალისხმობელი ვერ იქნება. Шрила Санатана Госвами пишет в Хари Бхакти Виласе: нельзя слушать рассказы о Кришне из уст не вайшнавам, молоко которого коснулась змея становится ядовитым. Столь же ядовитый разговор о Кришне в устах не вайшнава. Трансцендентное произведение, строго соответствующее ведическим канонам, смыслу Пуран и Панчаратрики Вики, может быть написано только чистым преданным. ცოტა სხვანაირად იყო აბზაცი გაყოფილი და იმიტომ გამოვიდა ესეთ. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ახლოგანთქმული მეცნიერი და არაჩვეულებრივი მჯერმეტყველი, მაგრამ ტრანსცენდენტული ლიტერატურის შესაქმნელად ეს სრულად არ არის საკმარისი. ტრანსცენდენტული ნაწარმოებების ენაში შესტომებიც რომ იყოს, იგი მაინც აღიარებული იქნება, თუ კი იგი ერთგულის დაწერილია. მაშინ როცა ვითომდა ტრანსცენდენტული ლიტერატურა დაწერილი გამოჩენილი მიწიერი მეცნიერის მიერ, თუნდაც მეტად დახვეწილი ლიტერატურული სტილით არ იქნება სარწმუნო და მისი აღიარება არ შეიძლება. ერთგულის მიერ დაწერილი ლიტერატურის მთელი საიდუმლოება ის არის, რომ ოდეს ერთგული უფლის გართობებზე წერს, უფალი მას პირადად ეხმარება. ამ წიგნის ავტორი თავად ერთგული არ არის, როგორც ბhagavad gita-შია ნათქვამი დადამი ბუთი იოგამთამ იენამამ უპაიანთითე, რაგი ერთგულის მიერ წერა უფლის სამსახურია. უფალი მას გულიდან ისეთ გონებას აძლევს, რომ ასეთი ერთგული უფლის სიახლოვეს ზის და ასე წერს წიგნებს. კრიშნა დას კავილაჯ გოსვამი ადასტურებს, რომ რაც ვრინდავან დას თაკურამ დაწერა,
სინამდვილეში უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მიერ იყო დაწერილი და ავტორმა ეს ამბები უბრალოდ გაიმეორა. იგივე თქმით ჩაიტანია ჩარიტამრიტაზეც. კრიშნადას კავირაჯ გოსვამიმ ჩაიტანია ჩარიტამრიტა მოხუცმა და დაუდომილმა დაწერა. მაგრამ ეს წიგნი იმდენად მაღალია, რომ შილა ბჰაქტისიდჰანთა სარასვათი გოსვამი მაჰარაჯა ამბობდა ხოლმე, მოვა დრო და მსოფლიოს ხალხი ბენგალურ ენას შეისწავლეს. რათა შრი ჩაიტანია ჩარიტამრიტა წაიკითხოსო, ჩვენ ვიღწვით იმისათვის, რომ ინგლისური ენაზე გავაცნოთ კითხავს ეს დიადი წიგნი და ვერ ვიტყვით, რომ თუ რა წარმატება ხდება ამ ცდილობას, მაგრამ მაინც ორიგინალში წაიკითხავს მას. მაგრამ ვინც ორიგინალში წაიკითხავს მას, ერთგული სამსახურის მზარდი экстази დაეუფლება. Обычный человек не может писать книги об акции, ибо его произведения не будут оказывать на людей никакого воздействия. Такой человек может быть выдающимся ученым и прекрасным стилистом, однако всего этого недостаточно для создания трансцендентных произведений. Трансцендентное произведение, даже если оно написано далеким от совершенства языком, но автор его преданный, достойно признания, тогда как так называемые духовные книги, написанные кем-нибудь, каким-нибудь мирским ученым, даже если они совершенны по форме, бесполезны. Секрет произведения, написанного преданным, заключается в том, что когда он пишет об играх Господа, сам Господь помогает ему. Преданный не пишет в одиночку. В Бхагавад-гите 10.10 по этому поводу говорится «Дадани будхим йогам там, енамам упаянтите», поскольку, создавая литературные произведения, преданный служит Господу, Господь изнутри дает ему столько разума, что преданный чувствует себя так, как будто он сидит рядом с Господом и в его обществе пишет свою книгу. Кришнадас Кавираджа Госвами подтверждает, что все написанное Вриндаваном Дасом Такуром было поведано ему самим Господом Чайтаньей Махапрабху, а он лишь повторял услышанное. То же самое справедливо и в отношении Шри Чайтаньи Чаритамриты. Кришнадас Кавираджа Госвами писал эту книгу, будучи уже немощным стариком, но из-под его пера вышел шедевр, о котором Шрила Бхактисиддханта Сарасвати Госвами Махараджа говорил. Придет время, и люди во всем мире будут учить бенгальский язык только для того, чтобы читать Шри Чайтанья Чаритамриту. Сейчас мы пытаемся представить это произведение на английском языке и не знаем, насколько удачной будет наша попытка. Но любой, кто читает Чайтанью Чаритамриту в оригинале, ощущает постепенно углубляющееся блаженство преданного служения. აქ ცოტა კომენტარები გავაკეთოთ. ესე იგი, რაც არ უნდა ერუდირებული იყოს ადამიანი, ის კრიშნა ფაქტის ზეციგნებს ვერ დაწერს მაინც. Здесь сделаем маленький комментарий. Как бы эрудированным, насколько бы эрудированным не был человек, он не сможет написать книги о Кришна Бхакти. როცა ერთმა ფაქტიურად ყველაზე დიდმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა საქართველოში დაწერა, იმიტომ რომ მე კარგად მიცნობს, გამოაქვეყნა ბჰაგავად-გიტას გამოცემის ამბავი ახალი ბჰაგავად-გიტას. კომენტარებში ეწერა, რომ ის შედარებული იყო, თქვათ, რომელი თარგმანი ჯობია, თქვათ, ეს თარგმანი თუ რამდენიმე თარგმანი კიდე სხვა ბჰაგავად-გიტასი ქართულად. სხვა ავტორები, სხვა Когда мы перевели Бхагавад-гиту на грузинский язык, один из выдающихся грузинских литературных критиков, который меня знал лично, написал отзыв о нем, об этом переводе, в котором он фактически сделал сравнение между разными переводами этого текста разными авторами. ჩვენ ხო და ვიღაცამ დაწერა რომ თქვა იმას ის ლექსად თარგმანი ურჩევნია რაღაც ერთ-ერთი გამოცემა ლექსად თარგმანი როცა. И там один отзыв был таковым, что вот этот человек предпочитал перевод, сделанный в стихотворном стиле. ხო ჩვენ ჩვენ არ ვთარგმნით ბჰაგავად-გიტა, ჩვენ ვთარგმნით ბჰაგავად-გიტა როგორც ასეც ინგლისურიდან.
Мы фактически не переводим Бхагавад-гиту, мы переводим Бхагавад-гита, как она и есть с английского языка. ჩვენ შილაპრაბოდას სახურები ვართ, ამიტომ მის სტილს მივყვებით. Мы являемся слугами Шрилы Прабхупады, поэтому мы следуем его стилю. მარტო შილაპრაბოდას და მისნაირ ერთგულებს ესმით კრიშნა მეტიანავე. Только Шриле Прабхупаде и подобному ему преданным доступен Кришна. Они понимают Кришну, больше никто. თუ შილაპრაბოდა მაგალითად არქაულ სიტყვებს არ ხმარობდა ინგლისურში და ასე თქვათ რაღაც გარკვეულ სტილს არ მიყვებოდა, არჩენა უნდა გავაკეთოთ თარგმანებში, რათა ნებისმიერ ენაზე როცა ითარგმნება. И если Шрила Прабхупада не употребляла архаические выражения в своих писаниях, то мы тоже не должны делать подобного. ხო, არც ლექსად არ გადაუთარმია შილაპრაბოდასა. ამიტომ ჩვენ ვაუთ ამის მორჩილი მსახურები ვართ Бхагавад-гита როგორც ასეთის და თარგმნით მას. А Прабхупада тоже не переводил Гиту в стихотворном стиле. Мы являемся его смиренными слугами, поэтому мы следуем тому, как поступал Шрила Прабхупада. ხო, სხვა შორის ეს ლექსად გაათამილი Bhagavad-gita ქართულადაც კი, სხვა შორის ისიც აი ჩვენ წყაროდან მოდის სინამდვილეში და რაღაცნაირად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმაზეც ერთგულები მუშაობდნენ. Кстати, этот стихотворный перевод Бхагавад-гиты на грузинский тоже был сделан нашими преданными из нашего источника. Он изошел. Я не знаю, что там дальше произошло, но таковы обстоятельства. ხო, იმიტომ რომ როდესაც ვიღაც სხვა თარგმნის ნებისმიერ წიგნს ან წერს თარგმნის ამ ერთ შემთხვევაში ერთეგვე ჩავთვალოთ, ის თავის ინტელექტით აკეთებს, მაგრამ როცა წმინდა ერთგული აკეთებს ამას, მაშინ კრიშნა უზის გვერდით და ფაქტობრივად ზოგჯერ კრიშნა წერს ამას და თვითონ ერთგულმა არც კი იცის რაც წერს. Потому что когда любой другой переводит или пишет книгу, то он обычно делает это исходя из своего интеллекта. Но когда преданный переводит или пишет что-то, то он это не делает в одиночку. С ней сидит Кришна, и фактически в какой-то момент сам Кришна все это пишет, даже преданный, записывающий это, и не очень-то осознает. Давайте прочитаем еще 2 стиха и на этом закончим. Vrindavana dasapade koti namaskar, aicha grantha kariten hotariva samsar. მილიონჯერ ქეთს მოუხრივინ დავან დასთაკურას ვეწერთა ლოტოსებს, ვერავინ დაწერდა ასეთ მშვენიერ ციგს, ყველა დაცემული სულის დაასახსნელად. Миллионы поклонов лотосным стопам Вриндавана Даса Такура. Никто другой не смог бы написать такой прекрасной книги, которая несет освобождение всем падшим душам. Нараяни Чайтанья Учиштафаджан, Танрагарпеджан Мила Шридаса Вриндава. Нараяни Марадиулат Чайтанья Махапрабху საჭმლის ნარჩენებს მიირთმევს, შილა ვრინდავან დასთაკურა მისი პირმშოა. Нараяни вечно вкушает остатки трапезы Чайтанья Махапрабху. Шрила Вриндаван Дас Такур появился на свет из ее лона. Кави Карнапурас გაურა გამამდეშა დიპიკა ახსენს შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ყველა თანამგზავრსა და იმას თუ ვინ იყვნენ ისინი წინა ცხოვრებაში. მაშინ არიანი ასეა დახასიათებული. Ambika svasaya sinnamna shila kilimbika Krishna chishtam prabhunjana seyam narayani mata. Как так? 43-й
В тексте Гаура Ганадеша Дипики, книги Кавира Карнапуры, в которой описываются все спутники Шри Чайтаньи Махапрабху и то, кем они были в прошлом воплощении, встречается следующее упоминание Нараяна. ბავშვების ასაკში უფალ კრიშნას ჰყავდა ძიძა, ამბიკა, ვის უმცროს ძასაც კილიმბიკა ერქვა. უფალი ჩაიტანეს ქვეყნად მოვლენის დროს იგივე კილიმბიკა უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს საჭმის ნარჩენებს ჭამდა ხოლმე. იგი გახლდათ ნარაიანი შივას თაკურას დისწული, უბრალოდ ძმის წული სინამდვილეში. მოგვიანებით იგი ათხოვდა და შილა ვრინდავან და თაკურა შეეძინა უფალი შრი კრიშნას ერთგულს უფლისადმი გაწეული ერთგულის სამსახურის მიხედვით აფასებენ. ამიტომ შილა ვრინდავან და თაკურა ნარაიანას ვაჟად არის ცნობილი. ამასთან დაკავშირებით შილა ბაქთისიდანტა სარასვატი თაკურა აღნიშნავს, რომ მისი მამისეული მხარე არსად მოიხსენიება, რამე თუ ამის ცოდნა საჭირო არ არის. Когда Господь Кришна был ребенком, у него была кормилица по имени Амбика. Младшую сестру ее звали Килимбикой. Во времена Господа Чайтаньи эта Килимбика часто вкушала остатки трапезы Господа Шри Чайтаньи Махапрабху. Той Килимбикой была Нараяни, племянница Шриваса Такура. Позже, когда она выросла и вышла замуж, из ее лона родился Шрила Вриндавана Дас Такур. Преданный Господа Шри Кришны славится своим служением Господу. Поэтому, говоря о Шриле Вриндаване Дасе Такуре, мы говорим и о его матери Нараяне. Шрила Бхактисиданта Сарасвати Такур отмечает в этой связи, что о преданных Вриндавана Даса с отцовской стороны у нас нет никаких данных за ненадобностью. ბოლო ლექსი და მოვცე თანრაკი ათბუდა ჩაიტანია ჩარიტა ვარნანაია ჰარაშავანე შუთა კაილა ტრიფვან რასაუცად აღწერა მან უფალი ჩაიტანიას გართობები სამეო სამყაროში თუ მათ შესახებ მოისმენს თუ ვინმე მათ შესახებ მოისმენს იგი განეწმინდება. Это последний стих на сегодня, и после этого мы закончим. Сколь удивительное описание и Господа Чайтаньи он оставил. Во всех трех мирах любой, кто услышит его, очистится от всей скверны. ეს ძინა ლექსი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჩემსულსაც ნარაიანი დევიდას იქვია. Я очень люблю предыдущий стих, потому что мою жену тоже зовут Нараяни Девидас. Харе Кришна. Харе Кришна. დავასრულო დღეს ეს საოცარი წიგნი, ამის კითხვა. На კითხვა ხო არა გაქვს ან კომენტარები? этом закончим сегодняшнее чтение этой книги. Есть ли у вас какие-то вопросы или комментарии? ესე იგი შემდეგი ლექსი იქნება 53. В следующий раз мы продолжим чтение с 43 стиха. Харе Кришна. Харе Кришна. Ჩვენ თაყვანისმენ ნანდაპრიებრაფს. ჩემი თაყვანისმენ ფაქტიურობა. ნანდაპრიებრაფს ერთ პატარა შეკითხვა მაქვს. დიახ. თუ გვაქვს მაგაზე ინფორმაცია. ხო. აი ვრინდავან დას თაკურამ თავის წინს რო გადაარქვა სახელი რა, ჩაიტანი ფაგავატა ხო დაარქვა და მეორე პიროვნება ლოჩანა დას თაკური იყო ხო, რომელმაც დაწერა ის ჩაიტანი მანგალა რო დაარქვა. არ იცოდა რომ უკვე ვრინდავან დას თაკურის წიგნი არსებობდა? რატომ მოხდა ეგრე? У Бхактивинода Прабху возник вопрос. Мы сегодня в чтении, читая, узнали, что Вриндаван Дас Такур переименовал свою книгу в Чайтанья Бхагаватам, потому что появилась вторая книга Лочана Дас Такура с таким же названием. И здесь вопрос возникает, а что Лочана Дас Такур не знал о существовании книги с таким названием? Если есть об этом вообще информация. ხმეთ ხშირად დამბადებია ეს კითხვა, მაგრამ არ პასუხი არ მაქვს. ალბათ არ იცოდე, არ ვიცი, ვერ გეტყვი. У меня тоже не раз возникал этот вопрос, но ответа на него я нигде не смог найти, так что не знаю. Харе Кришна.
Hare Krishna. მადლობა დიდი ლექციისათვის. მადლობა რომ უსმენთ. რა ვიცი, მე ვცდილობ რომ უბრალოდ ჩაიწერო და ვიკითხო რომ ეს ვიბრაციები საქართველოს ეთერში გავიდეს. Спасибо большое за чтение, спасибо большое за то, что вы слушаете. Нанда Прия Прабху просто старается читать для нас Чайтанья Чаритамриту, чтобы и в грузинском эфире, в грузинский эфир тоже вошли эти как я у нас? Вибрации. აი ყოველდღიო ტრანსლაცია ხდებოდეს რა ამ ბჰაგავატამის და ვაიშნაური ლიტერატურის ეთერში და ხალხი რა სისულელების მაგივრად ამას უსმენდეს, ყველაფერს უსმენად იქნება. Если бы каждый день в эфире проходили трансляции вайшнавской литературы, вместо того, какие глупости там выдают людям, то дела бы совершенно по-другому стояли. ორ სიტყვით ვიტყვი თუ გინდათ ლოჩან დაასტაკურაზე ბევრი აფე არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ ისიც რაღაცა საოცარი ერთგული იყო რა. Я могу в двух словах что-то сказать о Лочана Дас Такуре. Сам тоже не очень знаком с его жизнью, но он был неимоверно преданным. მას ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ლიტერატურის ლექსია დაწერილი და სიმღერა. Он написал множество восхитительных песен и стихов. მისი გურუ იყო ნარაჰარა თაკურა. ნარაჰარი სარაკარა ერქვა. ნარაჰარი სარაკარა. Его гуру звали Нарахари Саракара. აი გაურარატიში რო არის ნარაჰარი ადიკორი ჩამარათულაია. იქ нарахари ეს ეგ არის. და ჩამარას აი მისი მსახურება იყო ჩამარის ქნება. И вот в этой песне вам, наверное, всем знакомы эти слова. И вот как раз этот Нарахари и был. И его служением было как бы с Чамарой. რა თქმა უნდა ამის გარდა ბევრ სხვა რამასაც აკეთებდა, მაგრამ აი ამით არის ეს აი როგორ არ ვიცი რა აბსოლუტურად ტრანსცენდენტული პიროვნებები. ესენი ყველანი კრიშნას მარადიული ერთგულები არიან, რომელიც Чайтанья Махапрабхус ყოველთვის თანდაყვებენ. Естественно, у него были и другие служения, но он тоже один из необычайных трансцендентных личностей. В основном это были все вечные спутники Шри Чайтаньи Махапрабху, которые повсюду за ним следовали. Прабхупада ლოჩან დასტაკურას ქონდა განსაკუთრებული სტილი ბენგალიურ წერაში, ძალიან ლამაზი. Шрила Прабхупада говорит, что Лочан Дас Такур имел необычайный стиль в бенгальском языке. Он очень красиво писал. მაგალითად, პარამა კარუნა პაჰუჯუჯანა ნიტა ეგორა ჩანდრა ეს სიმღერა. ანდა აკროთა პარამანანდა ნიტანანდა და ნიტანანდა რამ. აი და რა ვიცი Нитая Гунамани Амар, Нитая Гунамани, аутсайд остался символом. Нанда Прия Прабху вот сейчас перечислил несколько потрясающих песен, созданных ими. Харе Кришна. Харе Кришна. Харе Кришна, мадлоба. Харе Кришна, Харе Кришна. Спасибо всем большое. მადლობა და რა ვიცი, აბა, შეხვედრამდე ერთ კვირაში. До следующей встречи через неделю. ახლა ჩემთან არის 6 საათი, თქვენთან არის 9, ანუ ძალიან ადრე უნდა დავიწყო ხოლმე ლექცია. А сейчас на час передвинулась время у Нанда Прия Прабху, и он очень рано. Ему придется зимний период начинать. ეგ არაფერი, ავარი Чайтанья Чаритамриту ხარშულად წავკითხო. Но главное в том, что мы будем читать Чайтанью Чаритамриту на грузинском. Харе Кришна. Харе Кришна. Спасибо.